ეს არის კლდანის თეთრი ტბა. ჯერჯერობით გვაქვს, მაგრამ ძალიან მალე შეიძლება არ გქონდეს. და ამას აქვს თავისი მიზეზი და ეს მიზეზი მოდის მრავალი წლის წინ მომხდარი ისტორიიდან. და ეს ისტორია არის როგორც ყოველთვის ბიზნეს პროექტი, რომელშიც არ იქნა გათვალისწინებული ეკოლოგიური მომენტები. ჩვენს მიღმა არის რეალურად ის ტბა, უბრალოდ ის რაც დარჩა ჩვენი ტბისგან. მაგრამ თქვენ მანამდე მოსულიყავით, სანამ ეს პროცესები აქტიურად დაიწყებოდა, ნახავდით ძალიან ბევრ ადამიანს. წყვილები დადიოდნენ, ბავშვები დადიოდნენ, ოჯახები თავიანთი ბავშვების და ყველა ესე ისვენებდა აქ კანტვირთვისთვის ამოდიოდნენ. მეც მათ შორის ამოდიოდი ხოლმე ხშირად აქ ვცხოვრობ. 2009-2011 წლებში აქ განხორციელდა რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტი, უბრალოდ დაიწყო განხორციელება. და ასე მოხდა, რომ ეს პროექტი გაყინეს, გააჩერეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა წამგებიანი და მასში იყო დაშვებული რაღაც სერიოზული ხარვეზები. ამ პროექტის დროს, როდესაც მოხდა ამ გვირაბის გაჭრა და ამ გვირაბისკენ გზის გაჭრა, მოკლედ გადაკეტეს ამ ტბის მკვებავი არხები. ტბა იკვებებოდა ნიაღურის წყლებით, ნალექებით, წვიმის წყლით და ასე შემდეგ. სულ იყო ასეთი 4 სანიაღურე კალაპოტი. 4-ვე იქნა დაზიანებული. და პრაქტიკულად ეს წყალი ეხლა მიდის იმ ძველი მონიშნული გზის, ესე იგი შარაგზის გზით, ჩადის აი იმ გვირაბში, რომელიც ეხლა გაუქმებულია, მერე გადადის გლდანულაში და გლდანულიდან კიდე იქ არის მდინარე გლდანის წყალი შიგ ჩადის. ანუ გამოდის რა რომ ტბას უკვე აღარ შესდის მისი კუთვნილი წყლის რესურსი. ტბის ნაწილი იყო ეს ტერიტორია, ეხლა თუ დავაკვირდებით მიწას, ჩანს ეს მარილიანი ფენა არის ზეთ, წყლის ნაკვალევი ეთყობა, წყალმცენარეები არის და ნუ შეხედოთ ამ გრადაციას თვითონ გაჩვენებს სად იყო წყალი ცოტა ხნის წინ. ბოლო, ესე იგი 5-6 წლის მანძილზე ტბამ დაიწყო ძალიან სერიოზული და ძალიან სწრაფი ტემპებით კლება. და აი ბოლო 9 წლის მანძილზე უკვე დაიწყო დაჭაობების პროცესი და აი ბოლო 3-4 თვის მანძილზე დაჭაობების პროცესმა მიიღო კატასტროფული დინამიკით გავარდა წინ და დღეს თქვენ თვითონაც ხედავთ, ეს უკვე ტბა აღარ არის. ეს არის ჭაობი, რომელსაც ჩვენ პირობითად ვეძახით ტბას, იმიტომ რომ გვინდა რომ ტბა დაგვიბრუნდეს. ბოლო პერიოდში როცა ამოვედი, მაშინ შევამჩნია ეს რაღაც რადიკალური ცვლილება ტბას, სუნიცაა გამძაფრებული იყო. შემოვერთი კლდანის ჯგუფს, Facebook-ის ჯგუფს, რომელშიც დამხვდა ეგ სიტუაცია. საინიციატივო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც აღწერილი ჰქონდა ყველაფერი, რა ხდებოდა აქ, რა პროცესები დგას ამის უკან და ასე შემდეგ. და ნუ გასაგები არის ყველაფერი რაც ხდება. თქვენ მე მკითხეთ, სად ვიმყოფებით ჩვენ? გპასუხობთ სრულ გაუგებრობაში. ეს არის იურიდიული აბსურდი. და ეხლავე გავშლი რაშია საქმე. ეს ტბა არის სახელმწიფოსი, წყლის შესახებ კანონის მიხედვით ნებისმიერი წყლის რესურსი, გინდა მიწისქვეშა, გინდა მიწის ზედა, გინდა დაგუბებული, გინდა მიმდინარე, გინდა მიწანწყარე და გინდა მჩქეფარე, ყველაფერი ეკუთვნის სახელმწიფოს. მაგრამ იცით რა არის, აი მე პირდაპირ მწვენია ამაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ტბის ფსკერი მოკლედ ეკუთვნის კერძო პირს. მთლიანი სურათი როგორი არის? ჩვენი ანუ 90-იანების მერე ნაციონალურ მოძრაობამ რაც მოვიდა, მათი იდეოლოგია იყო ეს ყველაფრის პრივატიზება, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ შეუძლია თავის თავზე აიღოს ყველაფრის განვითარება და ძალიან უცნაური არის რომ ამ გარდა იმ მიმდებარე ტერიტორიებისა მოხდა ასევე ტბის ფსკერის პრივატიზებაც, ანუ ადამიანმა შეიძინა ტბის ფსკერი. ჩემი ყველაზე დიდი შეკითხვა ერთ-ერთი ამ მოცემულ სიტუაციაში არის ეგ რომ რატო ყიდის სახელმწიფო ტბის ფსკერს და მეორე ადამიანი რატო ყიდულობს კერძო პირი ტბის ფსკერს, ხო? თუ კი ამ ადამიანს უნდა განვითარებოდ ბიზნესი კონდეს ტბის სანაპიროზე, ცხადია, მაგას არ ჭდება ტბის ფსკერი, თუ ტბის ფსკერს ყიდულობს, ესე იგი სამომავლოდ მაინც რაღაც დონეზე ერთ-ერთი ვარიანტი ამ ბიზნესის განვითარების არის, რომ იმას გამოიყენებს, ხო? როგორ გამოიყენებს, არ ვიცი, შეიძლება კორპუსები ჩადგას, შეიძლება არ ვიცი, სხვა რაღაც მიზნები ქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცაში იხდეს ფულს, რომელიც ამჯერად დაფარული არის წყლით. 2004 წელს ტბის გარშემო მიდამოები და ეს ფსკერის ნაწილი მიყიდეს ვინმე, თუ არ ვცდები, გიორგი აბუაშვილს და მიყიდეს როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა. 2008 წელს მან იგივე ნაკვეთი მიყიდა ქალბატონ ნატალი კვანტალიანს იმავე სტატუსით, როგორც სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიწა. და ამ სიტუაციის ყველაზე მეტი პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ დასყიდობის დოკუმენტაციაში საერთოდ ტბა არ არის მოხსენიებული. რეალურად ამ ტბის განვითარება რო დაიწყო, როცა პრივატიზაცია მოხდა და ნატალია კვანტალიანი, ვინც არის ფლობელი ამჯერად ტბის, მაშინ დაიწყო ნატალიამ თავის პროექტს განხორციელება. მაშინ პატარა ვიყავი დაახლოებით 19-20 წლის ალბათ თინეიჯერების ბოლო პერიოდი იყო და მაშინ მართლა როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებლისთვის, სადაც ქალაქის ბოლოში რო ცხოვრობთ, არაფერი რო არ ხდება, მაშინ მართლა იგრძნობოდა ეს განცდა იყო რომ რაღაცა კეთდება შენ გარშემო, რომელიც შენ სასკე თუ არის, ხალხს ერთად კრებს
და შეიძლება ამოხვიდე გაერთო ხალხის ეირნობდა აქ გაკეთებული იყო ქვიშა იყო და პლაჟი იყო ფასიანი მათ შორის შეზლონგებით ყველაფერი შეგიძლია ამოსულიყავი მაშინ ხალხი ბანაობდა ტბაში მე აი მაგ 3-4 წლის მერე უკვე დაიწყო ამ ყველაფრის გაქრობა მინიმალური რაღაცები კეთდება რომ ეს ადგილი მთლად ველური არ გახდეს დაახლოებით მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არ ფუნქციონირებს ერთადერთი რაც შემორჩა იმ პერიოდიდან არის აუზი ფასიანი აუზია რომელიც ასე ამეპატრონეს ეკუთვნის და ამ აუზზე ხალხი დადის მათ შორის ვიცი რომ თბილისიდანაც ცენტრიდან გამოდიან ხოლმე აქ ამ აუზზე საბანაოდ მე წყალის ამ სილამაზის ამ ინფრასტრუქტურის გამო ამისი ადგილმდებარეობის გამო გადავწყვიტე აქ შეძენა ჩემ პროექტში ვერსად ვერ ნახავთ ქალბატონანი პროექტს ისეც რომელიც კორპუსებზია იმიტომ რომ კორპუსები არ არის ჩემი ხედვა იყო რეკრეაცია საზოგადოებრივი ტურისტული და დასასვენებელი კომპლექსის გაკეთება ის ვილები რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე და ის მონაკვეთი რომელსაც ვილების და იქაც რამდენიმე მოსახლეოდან მომიწია შეძენა მიწის სხვადასხვა ნაწილი აშენებული არ იყო ასაშენებელი იყო და ჩემს მიერ გამოტანილი თვითონვე ნახე როგორ არის ჩვენივე დაფინანსებით. ოღონდ სხვა კომპანიას დაუკვეთეთ, რომელმაც შეასრულა სამუშაოები და მერე მოხდა შეჩერება, ვინაიდან წამოვიდა პანდემია, მოხდა გადახალისება და სხვა შეჩერებული კუთხით. დღესაც ამ პროექტზე გაცემულია გერგე. გაცემულია განაშენიანების გეგმა, გაცემულია რეკრეაციას რაც შეეფასა ალბათ, არა კომპლექსები გაკეთებული, თქვათ ის, რომ კორპუსებია გასაკეთებელი ყველაფერი. მე მაგალითად კომენტარისგან თავს შევიკავებ. მე არა ვარ იურისტი, მაგრამ მე უბრალოდ როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი და როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, ვსვამ შეკითხვას, როგორ შეიძლება ტბის ფსკერის გაყიდვა. ან ტბის გარშემო წყალდაცვითი ზოლი, რატომ უნდა იყოს გაყიდული? აი მე რომ მკითხოთ, მაგალითად ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფში ჩემს აზრს იზიარებს, საერთოდაც წყალდაცვითი ზოლის გასხვისება უნდა იყოს აკრძალული. და რა თქმა უნდა კანონის ძალით. ერთადერთი რაც დასაშვებია, ეს უკვე ჩემი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება იჯარით გაცემა, ისიც ხანგრძლივად არა. და თანაც ამ იჯარას უნდა მოყვეს ძალიან კაცრად ჩამოყალიბებული მოვალეობები და ვალდებულებები უფრო სწორედ და გარდა ამისა იქვე უნდა იყოს მითითებული სანქციები რომელიც დაატყდება პიროვნებას თუ ის ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს აი ასე შეიძლება იჯარით გაცემა ისე არა და აი გაყიდვა ასე მე მგონი ეს საერთოდაც დაუშვებელია წყალი ვინაიდან მე არ შემიძენია, ვერ შევიძენდი და ვინაიდან საჯარო რეესშიც როცა მიმართეთ პროექტის დასამტკიცებლად, იქ მიწის ნაკვეთად არის ახსული და როგორაც იმიტომ რომ მე რო დავიწყე ნახეთ არც ვალდებულება არც კი მექნებოდა წარმოდგენა იმის რომ წყალი დაშრებოდა ან წყლის გლობალურ ხო აი ეს ხოსგებლობას ვერ აიღებ სკერი მიავიღე დასასუფთავებლად იმიტომ რომ მე მიჯნებოდა ჩემ ტერიტორიებს და ცუდი საყურებელი იყო ნაგავი ჩაყრილი ჭორები ახსენეთ და ვარაუდები გამოთქმული მოსახლეობის მხრიდან ხო თქვენს ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით ნახეთ უმცერესობის კი ბატონო დავარქვათ უმცერესობა მოდი საშუალებას მოგცემთ რომ უპასუხოთ 2010 წლისთვის თქვენ გაქვთ შეტანილი განცხადება ფსკერის ტერიტორიის საკადასტრო დაყოფაზე. ანუ რეალურად გაყავით ტერიტორია ორ ნაწილად. შემდგომ დაახლოებით 2012 წლის, დაახლოებით არა ეს წელი იყო, თქვენ ტბის ფსკერის ნახევარი გადააფორმეთ თქვენ შვილზე. მერე უკვე 1 წლის შემდეგ ფსკერის მეორე ნაწილიც თქვენ შვილზე გადააფორმეთ და ზემოთხსენებულ ვარაუდს რაც იწვევს არის რომ უკვე 2022 წელს კომპანია შიპოს ჯანოს რომელიც 2021 წელს დაარსდა თქვენ ხართ დირექტორი უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული ტბის ნახევარი ამჟამად გადაფორმებულია შიპოს ჯანოზე. ანუ თუ ტბის ფსკერის შეძენის მიზანი ძირითადად იყო ტბის დასუფთავება, მაშინ ეს ოპერაციები რატომ გახდა საჭირო? აი ამაზე რომ მითხრათ. ჯერ კომპანიას შევაძენინეთ შეძენა მოხდა გონივრულ ფასში კომპანიას რომელიც ხვალდაზე ჯერ ნახევარი და მეორე ნახევარი შესაძენია და ნაწილი შეძენილია ხელშეკრულება არსებობს უბრალოდ შეძენა მთელი ტერიტორიას ვაპირებ ამ კომპანიაში გაერთიანებას მე ნაკლები კითხვები იქნება ნაკლები საგადასახადო ფინანსური კუთხით ააშენებ თუ გააკეთებ და ნებართვების კუთხითაც აი ამ თვალსაზრისით გამარტივება საქმის მესმის ეგ არის
არქიტექტურული სერიოზული ჯგუფები, რომელიც მუშაობენ, რომ აქ შეიქმნას ისეთი სივრცე, სადაც მიიღებენ არ ვიყოთ დამოკიდებული, მოდი და დაშრა, მოდი და გავიდა, არ დაშრა, მოდი ეს ტერიტორიამ რა დაშავა. თვითონვე წყალ და ვით უმეტეს, როცა ამ ხელაწყლის სარკეა გვერდით გვაქვს, როგორ უნდა მიხაროდეს დაჭაობებული ადგილის ყურება და ეს რამდენი წელი. ანუ თუ კი ხარ გლდანის მაცხოვრებელ და ხედავ საკადასტრო რუკას და ხედავ რომ შენი ტბის ტბა რომელიც უნდა იყოს შენი საკუთრება რეალურად ამის ფსკერის ნახევარი ეკუთვნის სამშენებლო კომპანიას მნიშვნელობა არ აქვს ეს კერძო პირი რას ლაპარაკობს სულ რო ანგელოზე იყოს და ქრისტესავით ლაპარაკობდეს შეუნდა დაუშვარო ამის უკან დგას რაღაც ბიზნესის და მოგების ნახვის საფუძველი. წლების განმავლობაში იყო იპოთეკით დატვირთული ბანკში. და ყადაღაცედო 2015 წელს როგორც ვნახე, დღეს ამ მხრივ რა რისკებია? არის რისკი რეალურად რომ ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს რადგან დატვირთული იპოთეკით? ანი. ნახე, სიმართლეზე დიდი ძალა არსად არაფერი არ არის, ხო სორია. როცა მეწარმე სარგებელს არაფერი არ აძლევს, ხო? და ვთქვათ, უნდა მეწარმე მან გააყიდოს, ან გაასხვისოს, ან ელემენტარულად რაღაცა მიმართულებით აიღოს. აქაც ნატა კვანტალიანის სუფთა. ბიზნესმენი მანახე, რომელსაც ბანკიდან ვალი აღებული არ ქონდეს. ბიზნესმენი მანახეს, ვისაც ვთქვათ, კერძოდან არ იყოს და მისი ფინანსური კახა თეთრი შთამომავლობით და თეთრი ნაშრომით ეგარიშულო და ესეც კიდე ბანკში ჩადებული პროექტიდან გამომდინარე, იმიტომ კერძოა საკუთრება დაშავებულია, კერძომა გადასახადებს ვიხდი, მაგრამ გამოსყიდულია, სუფთა. ყველა დღეს აღარ არის არც ყადაღის პრობლემა, რას ამბობ შვილო? იმის გამო რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობამ და შემდეგ ამ მთავრობამაც შეგვაჩვია იმ პერსპექტივას, რომ კერძო საკუთრება არის წმინდა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხელი არ უნდა შეუშალოთ. ეხლა როგორი სიტუაციაა, ნახეთ, ხალხში რო გიწევს თუნდაც კლანის მოსახლეობასთან ამ საკითხის წინ წამოწევა და პრობლემას წარმოჩენა ისინიც კი გეუბნებიან რომ ეს არის კერძო პირის საკუთრება და ნუ ეხლა რა უნდა გააკეთო ხო კერძო პირის საწინააღმდეგო შენ კერძო პირს ვერ წაართმევ საკუთრებას იმიტომ რომ მისი არის რაღაც ფული გადაიხადა თავის დროზე და ასე შემდეგ და სწორედ ეგ არის დღევანდელი საქართველოს პრობლემა რომ ქართულ ხალხს მიიყიდეს ეგ იდეა რომ კერძო საკუთრება არის ყველაზე დიდი სიწმინდე და ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტები უნდა მოვახდინოთ და სახელმწიფო უბრალოდ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს და ხალხი ამას შეეგუარა ჩვენ არ უნდა ქონდეს პრეტენზია როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი საკუთრება ხო რეალურად მორალურად რო შევხედოთ და ადამიანურად ეს არის ჩვენი საკუთრება ხო ტბა არის რომელსაც საზრდოობს ფუნქციურად და ეკოლოგიურად გლანის მოსახლეობა და ამ დროს ერთი ადამიანი ფლობს მას და ის იღებს ის ნახულობს ამისგან სარგებელს ან კიდევ უფრო უარესი ისიც ვერ ნახულობს სარგებელს და უბრალოდ ბოდიში ფეხებზე იკიდებს და ტბა მიდის კატასტროფამდე და არავინ არ რჩება საერთოდ მოგებული შეიძლება ეგეთი სიტუაციაც კი იყოს რეალურად ორიოდე თვის წინ ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს თხოვნით რომ შეესწავლა მდგომარეობა და დაესახა მისი გამოსწორების გზები. ამ დასკვნაში არის მონიშნული შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში უნდა აღდგეს ის სანიაღვრე კალაპოტები და თუ მაგალითად შეუძლებელია მათი ძველი გზებით, ასე ვთქვათ, აღდგენა, შეიძლება ახალი გზები გამოინახოს და რაღაც ახალი კალაპოტებით შეუშვენ ტბაში. სამი სანიაღვრე არ ჩაედინება, მეოთხე სანიაღვრე დღესდღეობით ჩაედინება. და საჭიროა რომ ეს სამი სანიაღვრის ტოლეტირება მოხდეს და მე შეუერთდეს მეოთხე სანიაღვრს. წყაროებიც არის 3-4 წყარო არის, რომელსაც შეიძლება მიეცეს მიმართულება და ჩამოვიდეს ტბაში. ეს ადრეც ესე ჩადიოდა ეს წყაროები, ნალის ბუნებრივი წყლები, მაგრამ რაც ეს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო, იმის მერე მაგათაც აერიათ ზატყოლი რა. ხელოვნურად არაფერი არ სჭირდება, ესენი მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დაწუნებაზე შეავსებს ეს სანიაღვრეები. დამატებითი ჩარევა და ჭაბურღილების დათხრა არ საჭიროებს, თუ ეს დროულად მიეწოდა ეს სამი სანიაღვრე, არ უცბად შეივსება. თუ მოგვარდება ამ ტბის პრობლემა, ხო, ამ რაღაც სანიაღვრე არხებს გაიყვანენ და ტბა შეივსება ისევ წყლით, შეიძლება მომავალში ამ ადამიანს გაყიდოს ეს ტბა, იყოს სხვა ხელისუფლება, მაგრამ ის სიტუაცია რჩება ისევ ისე, რომ ეს ტბა ეკუთვნის ვიღაცას, მას შეიძლება ქონდეს რაღაცა მოგება ამოძრავდეს ამ ადამიანს და სახელმწიფო ისევ დაიბანსხელებს და იტყვის, რომ ეს ტერიტორია ჩემი არ არის და მოთხოვე კერძო პირს. კერძო პირი გეუბნება, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და ეს ერთმანეთის ხელის ბანაში ქრება ეს ტბა და საბოლოოდ ეს შეიძლება აწყობს ხელისუფლებასაც, შეიძლება არ აწყობს, არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლება არ ერევა ამ პროცესში, ანუ გვერდზე დგას და უყურებს როგორ შეიძლება ეს ტბა. ამის უკან რეალური რა პროცესი დგას ჩვენ მართლა არ ვიცით, ანუ ხელს ვერ დავადებთ ვერავის, მაგრამ იმის გამო რომ ეს ფსკერი არის პრივატიზებული და ასევე ნახევარი ამ ფსკერის
მსკერს ფლობს კერძო კომპანია, სამშენებლო კომპანია, ცხადია. მე პირადად ვუშვებ, რომ ამის უკან დგას ან კორპუსების აშენების ინტერესი, ან რაღაც კერძო მოგების ინტერესი. ვეჩეხებით იმას, რომ უწყებებიდან მოგდის ძალიან უცნაური პასუხები. ერთმანეთს ასე ვთქვათ, გადმოუგზავნიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, უკვე მოგახსენეთ, რომ მოგვივიდა დასკვნა და ეს გადაუგზავნა მერიას, ხო? ესე იგი, ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ასე, რომ ეს მერიას ევალება გაკეთება. ჩვენ გარდა ამისა პრემიერს მივმართეთ და პრემიერის აპარატმაც მერიას გადაუგზავნა. ესეც მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ ეს უნდა გააკეთოს მერიამ. მერიამ გამოგვიგზავნა რამდენიმე ფურცლიანი დოკუმენტი, რომელმაც ჩემში პირადად დიდი გაოცება გამოიწვია და ისე არა მარტო ჩემში, იქ მოცემული იყო საკადასტრო მოკლედ გარკვეული ინფორმაცია იყო, აქ რა ნაკვეთებია და მათ რა საკადასტრო ნომრები აქვს. და აი მე მაგალითად ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს. აი რა უნდა გაგვეგო ამ პასუხიდან. შესაძლოა ის, რომ აი შეხედეთ ყველაფერი კერძოა და ეს ჩვენი საქმე არ არის. შეიძლება ასე გავიგოთ. მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში და თუ ნაკვეთი არ არის მათი, სამაგეროდ წყალია მათი და სამაგეროდ ტბაა მათი. და ესე იგი ტბის მოვლა ევალება სახელმწიფოს და იმასაც თუ დაუკავშირებთ, რომ პრემიერმაც ეს გადაუგზავნა მერიას და გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც თავისი დასკვნა გადაუგზავნა მერიას, აქედან შეიძლება დავასკვნოთ, რომ ეს ევალება სწორედ მერიას. და მე ხა მედია გოგსაძე, მოქალაქე ჟურნალისტი, საინიციატივო ჯგუფის წევრი, ვსვავ შეკითხვას, თუ ეს მოკლედ ევალება მერიას, რას მიკეთებს მერია დროზე გაინძრეს. სანამ რამე გადაწყდებოდა, სანამ ვინმე მიიღებდა გადაწყვეტილებას, სანამ დღესაც კეთილინების საფუძველზე რომ მოსახლეობა არ იწამლებოდეს, ჩვენ არ ვიწამლებოდეთ, ეს კატასტროფული კლიმატური პირობები არ იყოს მიღებული. საშუა ამ ნაწილში რა გავაკეთეთ? არხი გავასუფთავეთ, გავაკეთეთ პირველ ეტაპზე რისკიანად ცოტა გამბედავი ნაბიჯი მივიღე და მე თვითონვე გავიყვანე ეს არხის ნაწილი, მაგრამ მეორე აქტიური მოსახლეობის თელმა გამოძახილმა და როგორ არ უნდა დაუდგე და დავდგე ადამიანების გვერდით. გინდ ხელმოწერებით, გინდ ისეთ მომენტით, რომ საშვილიშვილოდ წყალი და თეთრი ტბა გადარჩეს. ეს არის ახლა მეოთხე არხი, რომელიც კლებავს დღესდღეობით ტბას და ესეთი კიდე სამი არხი იყო, რომელიც ავსებდა ამ ტბას. ეს მუნიციპალიტეტის ჩარევა იქნება საჭირო, რომ ეს სამი არხი დააკავშიროს ამ ტბას. არის შესაძლებლობა ტურალი დანიელის ქუჩაზე, რომ დაიჭრას არხი და შეუერთდეს მეოთხე არხს, რომელიც ახლა ეს შემოდის და უერთდება ამ ტბას რა. სრულიად საკმარისი იქნება, რომ ეს ტბა პირველ სახელს დაუბრუნდეს და საერთოდ არ არის საჭირო სხვა დამატებითი წყლების მოძიება. აი ძალიან არ მიყვარს ეჭვებით საუბარი, არ დაგიმალავთ. უამრავი ეჭვი მაქვს, ერთი მეორეზე უარესი და ერთი მეორეზე კონსპირაციული, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთ რამეს. ვისაც გაკეთება უნდა, ის აკეთებს და ვისაც გაკეთება არ უნდა, ის მიზეზს ეძებს და აი მე მგონი უფრო მეორეს გავს. რას პასუხობთ ხელისუფლება თქვენ, როდესაც ამ პრობლემით მიდიხართ მათთან? ჩემთვის რამდენადაც არის ინფორმაცია. მიმდინარეობს მუშაობა, მიმდინარეობს შიდა, ჯერ ბოლომდე არ არიან, მაგრამ ალბათ მიიღებენ წერილს, რომ წერილი და ყველა ჩვენ განაცხადი, რომელიც ერთობლივად გაკეთებული გვაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხმალთა უმრავლესობით მხარს უჭერენ, რომ წყლის საკითხი გადაწყვიტონ დადებითად. დადებითად ალბათ მიწოდების საკითხია ეს ინფორმაცია. ხო, ალბათ, იმიტომ მაგაც ზუსტად ახლა ინფორმაციას მიმართულებით, აი ახლა მიმდინარეობს საიდანაც შემოვლითი გზიდან მოსახლეობის განაშენიანება. ამ არხების ყველა ტბაში მიემართოს ამ არხების მიმართულება. ეს არის ამგეგმით გათვალისწინებული. ეს რამდენადაც ჩემთვის ეს მერიის პრეროგატივა, ხო? ალბათ, ქალაქის პრეროგატივა, ეხლა კონკრეტულად ვერ ვარჩევ. მერია საკრებულია და თვითონაც. ეხლა ორივე უწყების ნაწილიდან გამომდინარე, საერთო საქმიდან გამომდინარე, ვიცით რომ გდანის ამხელა მოსახლეობის კუთხე არავის არ უხარია,
ძალიან გვიჭიანურდება შეხვედრა ორშაბათს უნდა შევხვედროდით საინიციატივო ჯგუფის წევრი ამ შემთხვევაში კონკრეტულად მე უნდა მემცალო და უნდა შევხვედროდი ბატონ ზარნაძესთან ერთად ჩვენს მაჟორიტართან ერთად ბატონ ტყემალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ასე გამოვიდა რომ ვერ შევხვდით მე სამშაბათს უნდა შევხვედროდით ვერც მაშინ გამოვიდა და რამდენადაც გავიგე ჩვენი შეხვედრა ჯერ ჩანიშნულიც არ არის აი მინდა ეხლა ვისარგებლო შემთხვევით და ეხლა დაუსვე შეკითხვა მოკლედ ბატონო გიორგი გაეცანით თუ არა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნას თუ გაეცანით მაშინ რა დასკვნები გამოიტანეთ და თუ დასკვნები გამოიტანეთ ეს დასკვნები გაგვაცანით და საბოლოო ჯამში რას აპირებთ როდის დაიწყება ტბის აღდგენის სამუშაოები თუ იქიდან ვიმშელებთ რომ პრემიერმაც და გარემოს დაცვის სააგენტომაც შესაბამისი დოკუმენტები თქვენ გადმოგიგზავნეს აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ ეს თქვენ უნდა გააკეთოთ ხო და გააკეთეთ ეს არის მეოთხე არხი ეგრეთ წოდებული მეოთხე არხი რომელიც დღესდღეობით ტყვევავს ტბას აი შეიძლება ნახოთ რა მიზერული წყალია და წვიმების დროს ეს არხი ვერ იტევს გადმოდის შემდეგ გზებზე პატარა მილებიც არის ჩაყრილი ეს მილებიც ძალიან უნდა შეიცვალოს ვერ იტევს წყალს ეს არხი აი ეს არის GVPS რეზერვუარი რომელიც თბილისის ნახევარსამარაგებს წყლის რეზერვუარი აქედან ზედმეტი გადმონადენი წყალიც უერთდება ამ მეოთხე არხს და ესეც კლებავს ტბას ერთი მხრივ რა ნაწილობრივ აი აქ უნდა მოხდეს შეერთება ამ ხიდთან ესეც შეხედეთ რა მდგომარეობაშია ძალიან არასწორი მიმართულება აქვს და სჭირდება დაღრმავება და კალაპოტის მიცემა უნდა და ტევადობა რა რაც თავარია რომ ესეც კი ვერ იტევს თავის წვიმის წყლებს რომ ის სამი არხი რო დაემატოს საერთოდ ვერ იმასებს ვერ დაატარებს ეს არხი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიბიდნოს ისევ ამოივსოს ნაგვით და ისე მოხდეს ლოკალიზება და დაჭაობება ამ ტერიტორიის. შემდეგ გადმოდის გზაზე, წვიმების დროს აი გადმოდის გზაზე და ჩადის სანიაღვრეებში და შეიძლება რომ ტბაში ჩავიდეს რა გაკეთდეს წესვირად და სანიაღვრეებიც ნაკლებად დაიტვირთება. კი, რა თქმა უნდა, სანიაღვრეები აღარ დაიტვირთება ქალაქის. სანიაღვრეები ტბაში უნდა ჩადიოდეს ის ტბა. ქალბატონმა ნატალიამ თქვა, რომ ის მზადაა გააფორმოს ქალაქთან ხელშეკრულება და თუ მოხდება ამ ტბის აღდგენა, როგორც წესით უნდა მოხდეს, ის თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ აღადგინოს სარეკრეაციო ზონა და მიხედოს მას. ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მაგალითად მოსაზრებაა, რომ ვალდებულებასთან ერთად იქვე სანქციაც უნდა იყოს მოხსენიებული, რომ თუ მაგალითად ვალდებულება შესრულებული არ იქნა, რა სანქცია იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული. და მე მგონი ეს თუ გაკეთდა, ეს ყველაფერი ძალიან გამოასწორებს სიტუაციას ყველას სასარგებლოდ. ეს იქნება კონსენსუსი ქალაქის, მეპატრონის და მოსახლეობას შორის. ჩემი ინტერესია პირიქით მერიასთან ერთად დავჯდეთ განვიხილოთ, განსაზღვროთ, რომ ეს წყლის საკვე, ოღონდაც წყალი მივიღოთ. ოღონდაც ის წყალი მათთვის და კეთილინების საფუძველის გარდა არავის არ ამოძრავებს. ხალხი, რომელიც მუშაობს და კლანის მოსახლეობა ბევრი მუშაობს სერვისებში ან ფიზიკურ შრომაზე და რაც ძალიან დიდ სტრესს უკავშირდება, ის ადამიანები რჩებიან გარიყულები, ანუ კლანის მოსახლეობას დიდ ნაწილს შეიძლება არ შეეძლოს რომ წავიდეს და დაისვენოს თუნდაც საქართველოში რაღაც სასტუმროში შეიძინოს ერთი კვირით რაღაც ოთახი ხო, ანუ ბათუმში დაისვენოს ან სხვაგან. აი ამასაც კი გართმევს სახელმწიფო და კერძო პირი, რომელსაც შენს და პირველად მეტი შემოსავალი აქვს. ანუ საბოლოო ჯამში უფრო მეტს გიკეთებენ, ვიდრე უბრალოდ ტბის დაკარგვა არის. ანუ საბოლოო ჯამში ეს უთანასწორობა არის ძალიან გამოკვეთილი. დედამიწაზე არის ეს ტბა, აღმოჩნდა რომ შენ ცხოვრობ და შენ მთელი ეს community საზოგადოება ცხოვრობს ამის გვერდით, ცხადია რომ ეს ტბა უნდა გვემსახურებოდეს და ყველას ერთად, როგორც ქალბატონ ნატალიას, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, ისე საინიციატივო ჯგუფს და ყველა ადამიანს, ვინც აქ ცხოვრობს. ამიტომ პირველ რიგში გააცნობიერეთ ადამიანებმა, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი საკუთრება. ბრაზიც გაგიჟდება, ამ ბრაზის შედეგადაც მოითხოვ იმას, რომ ამ ტბას მიხედონ და მე იმასაც მოითხოვ, რომ ეს ტბა ყოველთვის შენი იყოს და ყოველთვის მიხედილი იყოს და ისეთი სივრცე იყოს, რომელშიც თავს ადამიანად იგრძნობ. აი ეს არის ზუსტად. მან თქვა, რომ ის მეო სპორტსმენებთან ერთადო კიო მიუმართა ხელისუფლებასო, მაგრამ ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქციაო და რა ვიცი, ამერეო მეცო უკეო განზე გავდექიო, აი ასეთი იყო მისი პასუხი. დაწვრილებით მას კითხეთ. სოფლიო საერთაშორისო ჩემპიონატს ესაუბრები დამფუძნების ფედერაციას და აგერ წყალი იშრება. აქედან გამომდინარე ხა ხო არ დაიწყებდი ამ მოძრაობას და განგაშ. ყველანი ვართ ძალიან განსხვავებულები. მე მაგალითად მის ადგილზე ქვეყანას გადავაბრუნებდი და მე არ
ვიცი, რკინის ქალამანს ჩავიცვავდი, ყველას გადავიმტერებდი, მაგრამ ამ ტბას შევავსებინებდი, მაგრამ იცით რა არის? მე პირადად მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანს მოთხოვო ის, რასაც ხარ მზად შენ. ყველას აქვს თავისი რისკები, თავისი ცხოვრება და თავისი რაღაც გარკვეული მოტივები. მერიასთან, ქალაქის გამგეობასთან, ქალაქთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ტბის საკითხთან, ოღონდ მივიღოთ შევსებული წყალი და იქ უკვე იქ მეათე ხარისხი უნდა დავაყენებ, კერძო ის ფსკერი მე მეკუთვნის X თუ Y-ს, თავარი არის წყალი იყოს, წყალი მივიღოთ და იმ წყალის ფსკერის წყალის სიტუაციაზე იყო შემოთავაზება ფსკერის შეძენის თქვენ გექნებათ ამის არა ვარ ჩაციკლული ადამიანი მოლაპარაკებადია არა ვარ ჩაციკლური რაც კარგი იქნება გლდანისთვის მოსახლეობისთვის ჩემთვის ჩვენ მომიჯნავე ტერიტორიებისთვის რატო არა ადგილმონაცვლეობას გავაკეთებ შესაბამისი და 28 ოღონდ ეს სხვადასხვა კოდი ეს არა შეშალოს ეს 17 კომლიდან მე შემიძლია ცალ-ცალკე დავყო და დავმიჯნო და ღობეებად და ცალ-ცალკე კოდებად და გავასხვისვან მაგრამ არ მიმიღია მე ეს რეკრეაციულ სპორტულ საზოგადოებრივ ზონად გავაკეთე და ძალიან მინდა ეს კომპლექსი როგორც არასოდეს ეს კომპლექსი ჩემ ქალაქს დაუტოვო ეხლა რასაც უყურებთ გარშემო განაშენიანებას, ესეც ბოლო წლების აშენებული სახლები არის. მანამდე სულ ყველაფერი მიტოვებული ადგილი იყო, არაფერი არ ხდებოდა. ეხლა დაიწყო აქ გლდანის, აი ტბის უკანა მხარე აქ, რასაც ხედავთ გორაზე, ეგ ეხლა შეიქმნა ფაქტობრივად ძალიან უცბად ახალი უბანი. სადაც გარშემო ჩვეულებრივი ახალი უბანი შეიქმნა. რო ნახოთ, ქუჩები არის, გადანომრილია ყველაფერი. და იმდენად უცბად აშენდა, საეჭვო არის მათ კანალიზაცია როგორ გაიყვანეს. როცა ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლევა ამ ტბის და შეისწავლა ბაქტერიული ანალიზი რო გააკეთა, აღმოჩნდა ეს ბაქტერია E. coli, რომელიც მეც ახლა როგორც ექსპერტმა არ ვიცი ამაზე რეალური პასუხი რა არის. როგორც ვიცი, არის ნაწლავში არსებობს ეს ბაქტერია და გამოყოფილ ნივთიერებებშიც ეგ ბაქტერია არის. რახან და აღმოჩნდა ეს ძალიან დიდი რაოდენობით ამ ტბაში. ნორმაზე აღარ მახსოვს, მაგრამ ასობიდან შეიძლება 1000-ობით მეტი იყო, ვიდრე დასაშვებიარი. დიდი ალბათობით ეს შენობები რო შენდება გარშემო შეიძლება, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ შეიძლება ეს კანალიზაციაც გამოდის პირდაპირ ტბაში და ბინძურდება. და მე ტბა ბინძური არის, თევზებიც აქ არიან, ვიცი რომ აქ თევზაობენ და ეხამსა შეიძლება აღარ თევზაობენ. ახლა ეს სიტუაცია რომ ეთყობა ვიზუალურად რომ დაბინძურებული არის ტბა, მაგრამ მანამდე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი თევზაობდა. ის თევზს შეიძლება თვითონ ჭამდნენ, შეიძლება ბაზარზე გადიოდა და არავინ არ იცის მე ბაზარზე გადაყენილ თევზს ვინ ჭამდა საერთოდ. ახლა ვიღაცამ ეს არ იცოდეს ეს დაავადებული თევზი ჭამოს, მე მგონი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ. ხო ასეა და მეორე ხა ბოლოს და ბოლოს იცით ადამიანები ვართ და ეს არის ცოცხალი ბუნება ჩვენ თევზებს რომლებიც ცხოვრობენ ამ ჭაობში ჩვენ ისინი წამებისთვის გავწირეთ და მე მგონი ამას კომენტარი უკვე არ ჭირდება უკვე გასაგებია ამის შემდეგ რა შეიძლება ჩვენ გვერქვას ელემენტარული სადისტები ვართ და ეს ძალიან ცუდია არ შეიძლება ასე მოქცევა ცოცხალ ბუნებასთან კლარასი არის ძალიან ბევრი რა ის საზანი ამური კობრი დასტელობითიც დამიჭერია. დაჭაობება, სუნი, თევზების და ხოცვა, ეს სცენარიც მალე გამოიწვა წყლის ნაკლებობა იწვევს დაჭაობება და სუნი და მე ეს ლპება ეს სცენარე და იწვევს საშინელად მომწამვლელ სუნს დაუსაძლის სიარყო. სამწუხაროდ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იქვე მიაწერა თავის დასკვნაში, რომ მას არ აქვს ჩაღრმავებული ჰიდროლოგიური და ბიოქიმიური მუშაობის საშუალებები და მოკლედ ეს ყველაფერი გადაუგზავნა თბილისის მერიას და რა თქმა უნდა გადმოგვიგზავნა ჩვენს საინიციატივო ჯგუფს. და რა ვიცი, როგორც ჩანს, ეს უნდა გააკეთოს ყველაფერი მერიამ და ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ძალიან დიდი თხოვნა იქნება და ჩვენ გამოვხატავთ გლდანის მოსახლეობის ნებას, რომ ეს სამუშაოები იქნეს მაქსიმალურად სწრაფად ჩატარებული. თუ იცით, თუ იგეგმება მალე რაიმე ტიპის დამატებითი ლაბორატორიული კვლევა. მე მქონდა გარემოს დაცვასთან საუბარი, თვითონაც მაგ საკითხთან დაკავშირებით და თვითონ აი შეუშალად რაც მოხდა შოუში, აი ყველა მთელი მიმართული სპეციალისტები იყო შოუში ტრაგედიასთან დაკავშირებით, მაკეთ გასოს და ეხლა თანდითან უკვე ყველა გადმორთული მიმართულებით, იმიტომ რომ ქალაქისთვის ეს ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, თეთრი ტბა. აი ეს შენობა რო ჩანს ქოხი რეალურად არის ნიჩბოსნების კლუბის headquarters-ი არის.
აქ ამოდიან ხოლმე ბავშვები, რომელიც მეცადინეობენ ნიჩბოსნობაში. ზუსტი ისტორია არ ვიცი ხო რა მოგატყოთ, მაგრამ ეს ბავშვები მე გადიან შეჯიბრებებზე და ამ უფრო დიდი შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას და როგორც სპორტის ემზადებიან. ანუ ამ ტბის ცალკე ისტორია ერთ-ერთი ხაზი არის ეს ნიჩბოსნობის მათ შორის. ამ ადამიანს ველაპარაკე ერთხელ ისე მომიყვა ყველაფერი თავისი ამბავი, თავისი სახსრებით და ძალიან მინიმალური შემოსავლით ცდილობდა ამ პრაქტიკის შენარჩუნებას. საინტერესო ისტორია იყო, რომ უთხარი მეც მინდოდა რომ რაღაცა გაკვეთილი ჩაეტარებინა ჩემს ნიჩბოსნობაში. და გადასახადი რამდენი არის მეთქი და ერთი წებო მიყიდეო, რომ ჩემი ნავი დავაწებო, სამესადინო ნავები და მეტი არაფერი არ მჭირდებო. აი ესეთი ადამიანი იყო, ვინც ამას ხელმძღვანელობს, რომ თავის საქმე რო უყვარს, მაგრამ არავინ რო არ ეხმარება. და აქაც შანსი ახლა როცა ესეთი ქოხი არის, რომელიც ნავებს ინახავს და ამაზე ერთ დამოკიდებული რა როგორი დამოკიდებულება აქვს. არა მარტო ხელისუფლებას, არამედ კერძო პირსაც, რომელიც თუ ვითომ ეხმარება, არ ვიცი რანაირად ეხმარება, იმიტომ რომ ესეთ შენობაში ყოფნა ძალიან დაუმცირებელი არის ჩემი აზრით. სპორტსმენებაც ამ წელს ვერ შეძლეს აქ ესა საერთოდ ვარჯიში. სხვათა შორის ეს სპორტსმენები ეკუთვნის ქალაქის მერიის ლობის ქვეშ იყო და ხის ნაგებობაც იქ ქოხივით რაც დგას ეგეც რაც შეეხება ხის ნაგებობას. იქ ხის ნაგებობას ვერ დაარქვია, მაგათმა თავისი ჯიხური მოიტანეს და მთხოვეს რომ დაედგა. რა თქმა უნდა ეს კერძო საკუთრებაა. რა თქმა უნდა მე უსასყიდოდ ყველგან უანგაროდ ერთ ვერავინ ვერ მეტყვის რომ იქ ჩემი ინტერესი რაღაცა ჩაიდვა, ანიჯარა მოთხოვე. რა თქმა უნდა დაუთმე და დღესაც კიდე უფრო კომპლექსი სხვადასხვა პროექტი როცა გავაკეთეთ და ვაკეთებთ, ოღონდ წყალი შენარჩუნდეს და წყალის სიტუაცია იქ კომპლექსი და წყლის სარკე სოფლიო ბედერი. ნიჩბოსანთა კლუბი რო უფრო გაალამაზოთ? რა თქმა თეთრი ტბის კლუბი არა მაგ გაკეთებული. ბოლოს მარსლა აღარ მახსოვს როდის ნახე, რამდენიმე თვის წინ ალბათ. ყველაზე ცოტა. გარდა იმისა, რომ შეიძლება სიღრმე აკლდეს ახლა და სიგრძეც ამ პრაქტიკისთვის უკვე დაბინძურებული არის ისე რომ ან ვინც კი შევა მცენარე ცხოველი იქნება ფრინველი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი კონტაქტში შედიხარ ამ წყალთან უკვე შენ ხდები ამ იმის გადამტანი დაავადებების გადამტანი რეალურად არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს რა ბაქტერია რამდენად შეიძლება გადამტანი იყოს შენ მე იმისიან წერებიც კი ხო ყოველ შეიძლება დაარსდეს აი რაღაც ბაქტერია წაიღოს და მე ვირუსი წაიღოს და მე შენზე გადმოვიდეს. მივმართოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ მათ შეისწავლონ აქ მდგომარეობა და დადონ მოკლედ თავისი დასკვნა, რამდენად მოკლედ დამძიმებულია ინფექციების რისკი და შეიძლება თუ არა რომ ეს ტბა იყოს ინფექციების გამავრცელებელი წყარო. და პრინციპში რაც დადო გარემოს დაცვის სააგენტომ იქიდან უკვე ჩანს რომ საკმაოდ ბევრი პარამეტრები აქ არის ძალიან დამძიმებული, ასე რომ ინფექციების რისკი ნამდვილად გაზრდილია. ძალიან მძაფრისუნი არის ეხლა აქ მაყურებელი ვერ გაიგებს მაგას, მაგრამ აქ რომ მოხვალს შორმანძილზეც კი იმის გამო ქარი უბეროს ტბის ზედაპირზე მოდის ეს სუნი გუშინ სხვათა შორის დილითაც კი მე-7 მიკროშემოს 500-600 მეტრით არის დაშორებული აქედან იქაც კი იგრძნობოდა ეს სუნი. ან იმდენად შორს ჩამოდის ქვემოთ უკვე საცხოვრებელ არეალში. ტბა უბნისთვის იყო სულის მოსათქმელი ადგილი. ჩვენ აქ სიამოვნებით ამოვდიოდით, ვისვენებდით, პიკნიკებს ვაწყებდით, ვსეირნობდით, მშვიდდებოდით, წყნარდებოდით, ძალით ვივსებოდით. და მე მგონი იცით ახლა დიდი ფსიქოლოგობა არ ჭირდება ამას, რა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის განტვირთვა ჩვენს ძალიან მე ვიტყოდი რთულ სამყაროში. ძალიან ბევრი სტრესია, ძალიან ბევრი სანერვიულოა და როცა არის რაღაც ისეთი მყუდრო სასიამოვნო ადგილი, სადაც მიდიხარ და განიტვირთები, ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობა. საქართველოს სჭირდება განვითარებული ეკონომიკა და განვითარებულ ეკონომიკას სჭირდება ამ ეკონომიკის ამშენებელი ადამიანი და ეს ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი და ადამიანი რომ იყოს ჯანმრთელი, მას სჭირდება ამ ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი, ასე ვთქვათ, გარემოები, მათ შორის სარეკრეაციო სისტემები. ასე რომ ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობა და ეს ხელისუფლებას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს და ეს არ უნდა იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, ასახსნელი. დაგვიბრუნეთ ტბა. ჩვენ გვინდა ტბა.